გამარჯობა, დღეს მოგიყვებით SEO პლაგინებზე, რომლებიც დაგვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი საიტი გახდეს SEO მეგობრული. მე ვარ ვლადიმერ კვარაცხელია, WordPress-ზე საიტების დამზადების უკვე 10 წლიანი გამოცდილება მაქვს და ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ აი ამ YouTube არხზე და Facebook ჯგუფში. YouTube არხზე სპეციალური პლეილისტი მაქვს შექმნილი დამწყებთათვის და თუ დამწყები ხართ, აუცილებლად პირველი ვიდეოდან დაიწყეთ. დღევანდელი ვიდეოს სპონსორი არის კომპანია ProService, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ დომეინს და ჰოსტინგიც და მათ ჩვენთვის აქვთ 15%-იანი ფასდაკლება, რის შესახებაც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, გაწევრიანდით ჯგუფში, იმისთვის რომ მიიღოთ სასარგებლო ინფორმაცია და საინტერესო შემოთავაზებები. იმისთვის რომ აგიხსნათ თუ რას ნიშნავს SEO მეგობრული საიტები, უნდა აგიხსნათ რას ნიშნავს SEO. ახსნის ბევრი სხვა ვარიანტი არსებობს, სიმართლე გითხრათ, ბევრი მათგანი ძალიან მერტულად დამწყებთათვის, ამიტომ გამოვიყენებ ყველაზე კლასიკურს. მაგალითისთვის, ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში, რომელიც არის Google, ვეძებ ველოსიპედის შეკეთებას. ამისთვის ჩავწერ ველოსიპედის შეკეთება Google-ში და შედეგებს ვხედავთ, რომ ამოგვიგდო რამდენიმე საიტი, ამოგვიგდო რუკაზე ლოკაციები და აქ მითითებულია ტელეფონის ნომრებიც, მითითებული არის სამუშაო საათებიც და სხვადასხვა ჩვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია შეიძლება მივიღოთ. როგორც ხედავთ, ძიების შედეგებში არის ინფორმაცია წამოღებული სოციალური ქსელებიდანაც, აი მაგალითად ვხედავთ Facebook-ს, ვხედავთ Instagram-ს. მოკლედ, აი ესეთი შედეგების გვერდები ჩვენ გვაქვს ბევრი. და ყველა ვცდილობთ, რომ მოვხდეთ Google-ის ძიების შედეგის პირველ გვერდზე და რაც შეიძლება მოწინავე პოზიციაზე. Google-ის საძიებო სისტემის მსგავსი სისტემები ბევრი არსებობს. სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვა საძიებო სისტემა იყოს პოპულარული, მაგრამ ამ სისტემებს აერთიანებთ ის, ამ საძიებო სისტემებს აერთიანებთ ის, რომ მათ აქვთ თავისი წესები, რაც უნდა გამოვიყენოთ ჩვენ საიტზე და ჩვენი საიტის გარეთ, იმისთვის რომ აი ამ პოპულარული სისტემების საძიებო შედეგებში გამოვჩნდეთ. საძიებო სისტემების სიმრავლე არ შეგაშინოთ იმანაც, რომ უკვე ხელოვნური ინტელექტის მონაწილეობს ძიების შედეგებში. აქ მთავარი არის გაითვალისწინოთ ის ძირითადი პრინციპები, რაც საიტზე არის გასაკეთებელი. შემდეგ უკვე თუ SEO სპეციალისტი ხართ, SEO პროფესიონალი თუ ხართ, უკვე გეცოდინებათ რომელი რეგიონისთვის, რომელი საძიებო სისტემა არის საჭირო და აი კონკრეტულად იმ საძიებო სისტემისთვის კიდევ დამატებით რა დეტალებია საჭირო, მაგრამ ეს ახლა ამ ვიდეოში არ განიხილება, ამას აქ არ განვიხილავთ. და რაც შეეხება საბაზისო ცოდნას SEO-ს შესახებ, არსებობს ესეთი რესურსები და ესეთი ინსტრუმენტები, ანუ უბრალოდ რესურსი არ არის, ეს ინსტრუმენტების შესახებ მოგვიანებით მოგიყვებით. აი ეს არის SEMrush და აქვს აი ესეთი რესურსები, სადაც შეგიძლიათ ეს ბლოგი იქნება, გაეცნოთ, დახმარების ცენტრი იქნება, აკადემია, სადაც სხვადასხვა SEO კურსები არის. აღსანიშნავია ის, რომ SEO კურსები უფასო არის და გაძლევენ სერტიფიკატსაც, რომელსაც 1 წლიანი ვადა აქვს. შეიძლება ეს სერტიფიკატი რამე სასწაულს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენი სწრაფვა იმისკენ, რომ მიიღოთ ცოდნა და თან გაიაროთ გამოცდა და ჩააბაროთ, მე მგონი დაგიფასდებათ აუცილებლად. კიდევ ერთი რესურსი არის Ahrefs, ამასაც აქვს ესეთი რესურსი, გადავიდეთ ამის აკადემიის განყოფილებაში და აქვე შეგიძლიათ მონახოთ SEO კურსი დამწყებთათვის. აქ არის გაწერილი ის დეტალები, რაც მინიმუმ უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ ან თქვენ თვითონ დაიწყოთ უფრო სიღრმისეული შესწავლა SEO-სი, ან დაუშვათ დაელაპარაკოთ გასაგებ ენაზე და მიიღოთ გასაგები პასუხი SEO სპეციალისტისგან. აი აქ არის ეს კურსი. და ასევე SEMrush-საც აქვს ესეთი კურსი, ლინკს ჩავაგდებ, უბრალოდ აკადემიის განყოფილებაში ვერ ვნახე საბუდევთ, უდევთ ბლოგის განყოფილებაში საბაზისო SEO და SEO დამწყებთათვის ქვია ამ ბლოგს, ამ პოსტს, შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალებს, უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ და სასურველი იქნება, რომ ეს SEO შეიძლება პროფესიონალი ვერ გახდეთ ამ სფეროში, არ იყოთ დაინტერესებული და იმიტომ მაგრამ აუცილებელია რომ რაღაც საბაზისო ცოდნა იმის შესახებ თუ რა უნდა გაკეთდეს საიტზე აუცილებლად მიიღოთ. და გადავიდეთ პლაგინებზე, რომლებიც დაგვეხმარებიან ჩვენ საიტზე SEO-ს გაკეთებაში. არის რამდენიმე პოპულარული პლაგინი, რომელიც მომწონს, ეს არის RankMacy, Yoast,
და Squirrel SEO, ესეც მაქვს რამდენიმე პროექტზე გამოყენებული. არსებობს კიდევ სხვა პლაგინებიც, შეგვიძლია ვნახოთ, აი აქ გადავიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში პლაგინების განყოფილებაში, ახალი პლაგინის დამატება. აქ მარჯვენა მხარეს საძიებო ველში ჩავწერთ SEO-ს და გვაჩვენებს პლაგინების ჩამონათვალს. ამ პლაგინებში მთავარი განსხვავება არის ფასი და ის ფუნქციები, რომელიც ფასიან და უფასო ვერსიებს მოყვება. სინამდვილეში თუ საიტი არის ხარისხიანი, თუ საიტზე ხარისხიანი კონტენტი არის, ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პლაგინს გამოიყენებთ. აუცილებლად ერთ-ერთი გამოიყენეთ, ყველა არა. უბრალოდ სხვაობა იქნება ვიზუალში და ნუ რაღაც ისეთ დეტალებში, რომელიც შეიძლება არც იყოს დიდად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თანხას არ გულისხმობ. ასევე მინდა გაითვალისწინოთ, რომ აი ამ ცოდნის გარეშე, როგორც გაჩვენეთ, რომ ვიდეოს დასაწყისში გაჩვენეთ, რომ აუცილებლად უნდა შეისწავლოთ ის საბაზისო ცოდნა უნდა მიიღოთ SEO-სთან დაკავშირებით. ეს ამ რესურსზე იქნება თუ ამ რესურსზე იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. აუცილებლად უნდა შეისწავლოთ, ისე ძალიან გაგიჭირდებათ იმის გაგება, თუ არის თუ არა ეს ფუნქცია გასააქტიურებელი, თუ გასათიშია, თუ რა დეტალები არის გასაწერი. უბრალოდ ის მომენტი, რომ SEO პლაგინი დავაინსტალირე და ამით დამთავრდა და ყველაფერი რიგზია და საიტზე SEO გაკეთებულია, ესე არ არის, რა თქმა უნდა. აი ამ პლაგინთან RankMath-თან სამუშაოდ მაქვს ესეთი პლეილისტი გაკეთებული, მინი კურსი WordPress SEO, შეგიძლიათ ნახოთ და უკვე, როგორც უკვე გითხარით, აი ამ პლაგინის მაგალითზე რაღაცა დეტალები არის განხილული. ასევე მინდა ვთქვა და აუცილებლად აღვნიშნო ის, რომ ანუ ესე იგი საბაზისო ცოდნა მივიღეთ, პლაგინიც დავაინსტალირეთ, მაგრამ გვჭირდება გარე ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებიან ამ პლაგინებს. ამის შესახებ თქვენ აი ამ ესე იგი SEMrush-ის აკადემიაში, ბლოგში, Ahrefs-ის პოსტებში ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ, თავის პროდუქტს ესენი უწევენ რეკლამირებას და უფრო ნათელი გახდება თქვენთვის თუ რას გულისხმობ. ესე ძალიან გამიჭირდება ამაზე საუბარი. ვიდეო არის უბრალოდ პლაგინებზე და თანამავე დროს ვცდილობ რომ რაღაცა SEO განმარტება მოგცეთ. ჩემი აზრით, რაღაცა მიმართულება მოგეცით და SEO-ს თუ გაქვთ ესეთი ინტერესი, თუ გადაწყვეტეთ რომ SEO შეისწავლოთ საფუძვლიანად, ჩაუჯექით აუცილებლად ამ რესურსებს ყველაფერს დავლინკავ. და გადავიდეთ დაპირებულ ფასდაკლებაზე, რომელსაც გვთავაზობს კომპანია ProService, სადაც შეგიძლიათ შეიცინოთ დომეინს და ჰოსტინგიც. გაჩვენებთ როგორ გამოიყენოთ 15%-იანი ფასდაკლება და როგორ მიიღოთ დომენი 1 წლით უფასოდ. ესე იგი, ავირჩიოთ hosting პაკეტი, აი ამ ღილაკს დავაკლიკოთ, დავუშვათ აი ეს 35 პაკეტი ავარჩიეთ. აქ ჩავწეროთ ის დომენი, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და შევამოწმოთ არის თუ არა ხელმისაწვდომი და ვინმეს მიერ ხო არ არის დარეგისტრირებული. დავაკლიკოთ გაგრძელებაზე. აქ ავირჩიოთ 1 წლით გადახდას და 420 ლარი იქნება გადასახდელი ნაჩვენები არის. დავაკლიკოთ გაგრძელებაზე. კიდევ გაგრძელებას დავაკლიკოთ ღილაკს და როგორც ხედავთ, აქ წერია უკვე რომ ჯამში არის თანხა 420 ლარი გადასახდელი და 0 ლარია გადასახდელი დომენის საფასური. აი აქ ჩავწერთ ფასდაკლებას Vladimir Kv15 კოდს შეამოწმებს და ნახეთ დააკლდება 63 ლარი, ანუ 15%. ესე იგი 420 ლარი იყო გადასახდელი და 357 ლარს ვიხდით. აი ეს არის ის ფასდაკლება, რასაც გვთავაზობენ. კიდევ გვექნება არხზე საინტერესო ინფორმაცია, სასარგებლო ფასდაკლებები, გამოიწერეთ არხი, გაწევრიანდით ჯგუფში, წარმატებებს გისურვებთ.